გასაგებია აზერბაიჯანის სამხედრო მოტივაცია, მაგრამ სანაცვლოდ რას თავაზობს აზერბაიჯანი ისრაელს? მოკლედ რომ ვთქვათ, დებარეობას. აზერბაიჯანი ის იშვიათი მუსლიმური ქვეყანაა ირანის მეზობლად, რომელიც ისრაელისადმი დადებითადაა განწყობილი და ამით საშუალება ეძლევა აზერბაიჯანის დახმარებით დააკვირდეს ირანის მოქმედებებს. მაგალითად 2025 წლის ივნისში ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ თეირანში ფიქრობდნენ, რომ ისრაელმა ამ ოპერაციისათვის აზერბაიჯანის ტერიტორია ან საჰაერო სივრცე გამოიყენა. თავდასხმის დროს ირანის ჩრდილოეთით, განსაკუთრებით საზღვრისპირა რეგიონებში, რომლებიც ახლოსაა აზერბაიჯანთან, ადგილობრივები ამბობდნენ, თითქოს ხედავდნენ დრონებს და ესმოდათ თვითმფრინავების ხმა. ირანის პრეზიდენტმა პირადადაც დაურეკა აზერბაიჯანის პრეზიდენტს განმარტებისათვის, თუმცა ალიევმა პეზეშკიანი დაარწმუნა, რომ არავის მისცემდა აზერბაიჯანის ტერიტორიის ირანის წინააღმდეგ გამოყენების საშუალებას. მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანმა უარყო ისრაელის დახმარება, მას არ დაუგმია ისრაელის შეტევა. საინტერესოა ისიც, რომ იერიშის შემდეგ ასობით ყალბი სოციალური მედიის ანგარიში ერთსა და იმავე შეტყობინებას ავრცელებდა, თითქოს ისრაელის დრონები აზერბაიჯანის ტერიტორიიდან აფრინდნენ. ზოგიერთმა ყალბი რუკები და ვიდეოებიც კი დაურთეს პოსტებს მეტი დამაჯერებლობისათვის, მაგრამ აზერბაიჯანი არ დარჩენილა ჩუმად. პარლამენტის, ანუ მილი მეჯლისის სპეციალურმა კომისიამ, რომელიც საგარეო ჩარევებზე მუშაობს, განაცხადა, რომ ქვეყანა გახდა მასშტაბური დეზინფორმაციის მსხვერპლი, რომლის მიზანიც ბაქოსა და თეირანს შორის დაძაბულობის შექმნა იყო. სხვადასხვა წყაროების მიხედვით კი ამ ონლაინ თავდასხმის მიღმა რუსეთის ხელწერა იკითხებოდა.